დოქტორ გაბრიელ კლდიაშვილის კლინიკა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ წყნარ ქუჩაზე მდებარეობდა, ყოველთვის იდეალურად სუფთა იყო. აქაურობას მძაფრი ანტისეპტიკების, მიხაკის ზეთისა და რაღაც უცნაური, თითქმის შეუმჩნეველი სითბოს, სუნი აზდიოდა სუნი, რომელიც ლითონის ცივ ზედაპირებსა და თეთრ კედლებში იყო გამჯდარი. გაბრიელი ქალაქში საუკეთესო ორთოდონტად და ქირურგად ითვლებოდა. მისი თბილი ღიმილი და მშვიდი, ჰიპნოზური ხმა პაციენტებს შიშს უმსუბუქებდა. მაგრამ არავინ იცოდა რა იმალებოდა ამ თეთრი ხალათისა და უნაკლოდ გაპარსული სახის მიღმა. საღამოს 8 საათი სრულდებოდა, როდესაც კლინიკაში ბოლო პაციენტი, 24 წლის ნინო შევიდა. მას სიბრძნის კბილის მწვავე ტკივილი აწუხებდა. ნინომ ვერ შეამჩნია, რომ მისაღებში არავინ იყო, ხოლო კარები გაბრიელმა შიგნიდან საგულდაგულოდ გადაკეტა. დაბრძანდით, ნინო, გაუღიმა გაბრიელმა და ტყავის ცივ, ანატომიურ სავარძელზე მიუთითა. დღეს თქვენს ტკივილს სამუდამოდ დავასრულებთ. ნინო სავარძელში ჩაწვა. ექიმმა მას სახეზე რეზინის ნიღაბი ჩამოაფარა. ცოტა აზოტის ოქსიდი რომ მოდუნდეთ, ჩაესმა გაბრიელის ხმა, რომელიც უკვე შორეულ ექოდ ეჩვენებოდა. გაზის პირველივე ჩასუნთქვაზე ნინო მიგრძნო, რომ მისი სხეული ტყვიასავით დამძიმდა. ხელფეხის განძრევა სცადა, მაგრამ კუნთები აღარ ემორჩილებოდა. ის სრულად პარალიზებული იყო, თუმცა მისი გონება მტკივნეულად ფხიზლობდა. ნინომ დაინახა, როგორ აიღო გაბრიელმა ქირურგიული მაკრატელი, თხელი ტყავის ღვედები და მისი მაჯები და კოჭები სავარძელს მჭიდროდ მიაბა. გაბრიელმა ნიღაბი მოხსნა, ნინოს სახესთან ახლოს დაიხარა და თვალებში ჩახედა. მისი მზერა აღარ იყო თბილი. ეს იყო მშიერი, ცივი და შეშლილი თვალები. მან ჯიბიდან ამოიღო ვერცხლის ნატიფი, ცარიელი ჩარჩო, რომელიც ყელსაბამისთვის იყო განკუთვნილი. თქვენი ეშვები, ისინი იდეალურია, ნინო, ფორმა, მინანქარი, სიმეტრია, ასეთ სილამაზეს მიწაში ლპობისთვის ვერ გავიმეტებ. მე მათ უკვდავებას მივანიჭებ, ჩაჩურჩულა მან და ხელში მბზინავი წვეტიანი სტომატოლოგიური ლიფტი აიღო. ყველაზე საშინელი ფიზიკური ტკივილი არ ყოფილა. ყველაზე დიდი კოშმარი სრული აბსოლუტური უმწეობის განცდა აღმოჩნდა. ნინო საკუთარ სხეულში გამოიკეტა. იგი ხედავდა, ესმოდა და გრძნობდა ყველაფერს, მაგრამ მისი ნერვული სისტემა პარალიზებული იყო. გონებაში ის მთელი ხმით კიოდა, თავს აქეთ-იქით აწყდებოდა და შველას ითხოვდა, თუმცა რეალურად მისი სხეული სრულიად უძრავად იწვა, ხოლო ტუჩებიდან მხოლოდ სუსტი, ძლივს გასაგონი ხროტინი ამოდიოდა. დოქტორი გაბრიელი ნინოს თავს ზემოთ დადგა. მისი მოძრაობები აუჩქარებელი, თითქმის რიტუალური იყო. მან ლატექსის თეთრი ხელთათმანები მოირგო, რომელთა გაწელვის ხმაც ნინოს ყურებში ტყვიის გასროლასავით გაისმა. მე ვიცი, რასაც გრძნობთ, ჩაჩურჩულა მან და ნინოს ოფლით დასველებულ შუბლზე ცივი, სველი თითები გადაუსვა. თქვენ ახლა, ჩაკეტილი სინდრომის, მსგავს მდგომარეობაში ხართ. ჩემი საკუთარი რეცეპტია, კურარეს მსგავსი პარალიტიკისა და ნერვული სტიმულატორების ნაზავი. თქვენი მოტორული ფუნქციები გათიშულია, თუმცა რეცეპტორები ასჯერ უფრო მგრძნობიარია. ტკივილს, სიცივეს, შეხებას, ყველაფერს გაცილებით მძაფრად იგრძნობთ. ასე უფრო საინტერესო არა, გაბრიელი გვერდით ამ აგიდასთან მივიდა და იქიდან პატარა, ხავერდი შავი კოლოფი აიღო. ნინოს თვალწინ გახსნა და შიგთავსი კლინიკური განათების შუქზე აათამაშა. ეს იყო ყელსაბამი. ერთი შეხედვით, ის ძვირფასი მარგალიტებისგან დამზადებული გეგონებოდათ, მაგრამ ახლოდან დანახვისას ნინოს სისხლი გაეყინა. ეს იყო ადამიანის პატარა, საგულდაგულოდ გაპრიალებული კბილები. ზოგ მათგანს ფესვები ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდა, ლითონის თხელი მავთულით გადაბმული და ყელზე მოსარგებად მომზადებული. კბილების ნაწილს ოქროსფერი დაფარვა ჰქონდა, თითქოს ხელოვნების ნიმუშები ყოფილიყვნენ. ეს ანასია, თქვა გაბრიელმა და ყელსაბამს თითი ნაზად ჩამოუსვა. მას შესანიშნავი კბილები ჰქონდა, თუმცა ცოტა ურჩი იყო. დაწყნარება გაუჭირდა. იმედი მაქვს, თქვენ უფრო გონიერი აღმოჩნდებით. ექიმმა ლითონის პირგამაფართოებელი აიღო. ცივი ჟანგბად გამძლე ფოლადი ნინოს ბაგეებს შეეხო. გაბრიელმა მოწყობილობა მის პირში მოათავსა და ნელ-ნელა, ხრახნის ტრიალით დაიწყო მისი გაფართოება. ნინო მიგრძნო, როგორ ეჭიმებოდა ყბის კუნთები და ტუჩის კუთხეები გახევებამდე. კანი გაუსაძლისად დაიჭიმა, თითქოს ნებისმიერ წამს უნდა გამსკდარიყო. მას პირი იძულებით ჰქონდა ღია, სრულიად დაუცველი იმ იარაღების წინაშე, რომლებიც მაგიდაზე ეწყო. გაბრიელმა რკინის წვრილი ზონდი აიღო და ნინოს კბილებზე კაკუნი დაიწყო. წკაპ ყოველი დარტყმა ნინოს ტვინში საშინელ ნერვულ იმპულსად ფეთქდებოდა. ეს არა, ესეც არა. აი ეს.
ექიმის ხმაში ბავშვური აღტაცება გაისმა, როდესაც ზონდი ზედა მარჯვენა ეშვს შეეხო. რა სრულყოფილებაა? მისი ფესვი იდეალურია. მან მაგიდიდან მძიმე, ბრტყელ ტუჩას მსგავსი ლითონის მაშა აიღო და ნინოს გაფართოებულ პირში ნელა შეაცურა. მაშის ცივი, ლითონის ყბები ნინოს ზედა მარჯვენა ეშვის ძირს შეეხო. გაბრიელმა იარაღი ღრმად შეაცურა ღრძილის ქვეშ. ნინო მიგრძნო, როგორ გაკვეთა ფოლადმა ნაზი, ვარდისფერი ქსოვილი. წამიერად სიცივე იგრძნო, რასაც მაშინვე მოჰყვა პირველი, ალისფერი სისხლის ნაკადი, რომელმაც ხელი ჩაუწვა. ნუ გეშინიათ, ნინო, პირველი ყოველთვის ყველაზე რთულია. ჩაესმა გაბრიელის მშვიდი ხმა. მან მაშას ხელი მაგრად მოუჭირა. ნინოს თვალები გააფართოვდა, გუგები შეევიწროვდა. ექიმმა იარაღი გვერდიდან გვერდზე ნელა, ძალისმიერად დაატრიალა, რათა კბილი ბუდიდან მოერყია. დგაც, ეს ხმა ნინოს თავის ქალაში ჭექა ქუხილივით გაისმა. ეს იყო ალვეოლური ძვლის მსხვრევის ხმა, ტკივილმა, რომელიც ნებისმიერ წარმოსახვას აჭარბებდა, გოგონას გონება მოიცვა. ეს იყო თეთრი მწველი ალმური, რომელმაც მთელი სხეული დაუწვა. მისი ნერვები, რომლებიც პრეპარატის გამო ასჯერ უფრო მგრძნობიარე გამხდარიყო, ცეცხლში იწვოდა. თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით ცვიოდა, სახე დაეჭიმა, მაგრამ სხეული კვლავ მორჩილად, პარალიზებულად იწვა სავარძელში. გაბრიელმა კიდევ უფრო მეტი ძალა დაატანა. ნინო მიგრძნო, როგორ იგლიჯებოდა მიკროსკოპული ბოჭკოები და პერიოდონტალური იოგები, რომლებიც კბილს ყბასთან აკავშირებდა. ყოველი გაგლეჯილი მილიმეტრი ახალ აუტანელ ტკივილს შობდა. თბილი, სქელი და ლითონის გემოს მქონე სისხლი სწრაფად იღვრებოდა მის პირის ღრუში, ვინაიდან ნინოს ხლაპვის რეფლექსიც ნაწილობრივ პარალიზებული ჰქონდა. სისხლმა ხახისკენ დაიწყო დინება. მან დახრჩობა დაიწყო, ჰაერი აღარ ყოფნიდა, მაგრამ ყველასაც კი ვერ ახერხებდა. ექიმმა მაშა მკვეთრად დაატრიალა და ზემოთ მოკაჩა. საშინელი სველი გაწკაპუნების ხმით ეშვი ბუდიდან ამოვარდა. სისხლის შხეფები გაბრიელის თეთრ ნიღაბსა და ნინოს ლოყებზე გაიფანტა. ჭრილობიდან წამოსულმა წითელმა ნაკადმა გოგონას ნიკაპი და ყელი დაუსველა. გაბრიელმა სისხლიანი კბილი შუქზე ასწია. კბილის გრძელი, წვეტიანი ფესვიდან წითელი წვეთები იატაკზე ეცემოდა. უბრალოდ დიდებულია, თქვა მან და თვალების სიამოვნებისგან მოეჭუტა. შეხედეთ, როგორ ბრწყინავს, მაგრამ მხოლოდ ერთი ეშვი ყელსაბამს დააკლდება. სიმეტრია უნდა დავიცვათ, არა? მარცხენა მხარეც უნდა გავათავისუფლოთ. მან სისხლიანი მაშა ნინოს პირის ღრუს მარცხენა მხარეს მიუტანა, სადაც ღრძილები ჯერ კიდევ ხელუხლებელი, მაგრამ უკვე შიშისგან თრთოლვარე იყო. საოპერაციო ოთახში მძიმე, მახრჩობელა სიჩუმე ჩამოწვა, რომელსაც მხოლოდ ნინოს ზედაპირული, გააწყვეტილი სუნთქვის ხმა და კუთხეში მდგარი აპარატურის მონოტონური ზუზუნი არღვევდა. გოგონა სრულიად მარტო დარჩა. გაბრიელმა ნერწყვს აქაჩი გამორთო, რის გამოც ნინოს პირის ღრუში სისხლი და ნერწყვი სწრაფად გროვდებოდა. ყოველი ჩასუნთქვა ნამდვილი ბრძოლა იყო, სითხე სასულეში ეპარებოდა, რაც ახრჩობდა, თუმცა რეფლექსური დახველებაც კი არ შეეძლო. მისი თვალები, შიშისა და ტკივილისგან სისხლჩაქცევებით დაფარული, ჭერს მიშტერებოდა, სადაც უზარმაზარი, მბზინავი საოპერაციო ლამპა აირეკლავდა მისსავე დასახიჩრებულ სახეს სისხლით მოთხიპნელ ნიკაპსა და ლითონის ცივი პირგამაფართოებლით არაბუნებრივად გაწელილ ტუჩებს. ამ დროს გაბრიელმა კაბინეტის უკანა კედელთან მიაბიჯა. მან რენტგენის აპარატის მიღმა დამალულ პატარა პანელს თითი დააჭირა. თაბაშირ მუყაოს კედლის ნაწილი უხმოდ გაიწია და გამოჩნდა მძიმე, რკინის კარი, რომელიც სქელი ხმის საიზოლაციო მასალით იყო დაფარული. ექიმმა კარი შეაღო და შიგნით შევიდა, ხელში კი ლითონის ლანგარი ეჭირა, რომელზეც ნინოს ახლად ამოღებული ეშვი იდო. ეს იყო მისი საიდუმლო სამყარო ძვლების სახელოსნო. ოთახში შესვლისთანავე ჰაერი მკვეთრად შეიცვალა. აქ აღარ ისმოდა კლინიკის სტერილური ანტისეპტიკების სუნი. აქაურობა გაჟღენთილი იყო დამწვარი ძვლის მწარე, სპეციფიკური სუნით, გოგირდით, მჟავებითა და რაღაც ძველი, გამხმარი ორგანული ნივთიერების მძიმე აორთქლებით. ოთახი ნახევრად ბნელი იყო, მას მხოლოდ სამუშაო მაგიდაზე დამონტაჟებული მოქნილი, ყვითელი ლამპა და კედლებზე განთავსებული რამდენიმე მინის ვიტრინა ანათებდა. ვიტრინებში გამოფენილი ექსპონატები ნებისმიერ ადამიანს ჭკუიდან შეშლიდა. თაროებზე ეწყო ფორმალინით სავსე ქილები. ერთ-ერთ მათგანში ადამიანის მთლიანი ქვედაყბა ტივტივებდა, რომელსაც ღრძილები და კუნთოვანი ქსოვილის ნაფლეთები ჯერ კიდევ შერჩენოდა, ხოლო კბილები იდეალურად თეთრად კაშკაშებდა. მეორე ქილაში მოთავსებული იყო ადამიანის ენა, რომელზეც ნემსითა და ძაფით იყო მიკერებული ბავშვის რძის კბილები, თითქოს უცნაური, შემზარავი ორნამენტიო. კედლებზე ეკიდა ადამიანის ანატომიური ნახატები,
თუმცა მათზე მხოლოდ თავის ქალისა და პირის ღრუ სტრუქტურა იყო დეტალურად აღბეჭდილი. ზოგიერთ ნახატზე გაბრიელს საკუთარი ხელით, წითელი მელნით ჰქონდა მონიშნული წერტილები, თუ ყბის რომელი ნაწილიდან როგორ უნდა გამოეჭრა ძვალი, რომ მისგან ყელსაბამის დამჭერი დამზადებულიყო. გაბრიელმა ლანგარი მაგიდაზე დადო. სამუშაო მაგიდაზე ეწყო საიუველირო და მიკროქირურგიული ხელსაწყოების ნაზავი, სხვადასხვა კალიბრის ალმასის ბურღები, ნატიფი ხერხები, პინცეტები, ქიმიური რეაგენტები და გამადიდებელი შუშები. მან ხელში პინცეტი აიღო, ნინოს სისხლიანი კბილი აწია და ლამპის შუქზე დააკვირდა. რასა ოცარი სიმკვრივეა, ჩაიბუტბუტა მან. მინანქარი თითქმის იდეალურია. არანაირი კარიესი, არანაირი დეფექტი. მან სკალპელი აიღო და კბილის ფესვზე შემორჩენილი რბილი ქსოვილებისა და პერიოდონტალური იოგების ნარჩენების ფხეკა დაიწყო. ლითონის პირის ძვალზე ხახუნის საზარელი ხმა. ხრაშ-ხრუში ვიწრო ოთახში ეკოდ გაისმა. გაბრიელი ამას ისეთი სიფრთხილით აკეთებდა. თითქოს უძვირფასეს ალმას თლიდა. როდესაც უხეში ქსოვილები მოაცილა, კბილი პატარა ქიმიურ ჭიქაში ჩაუშვა, რომელიც კონცენტრირებული აზოტმჟავით იყო სავსე. მჟავამ მაშინვე დაიწყო რეაქცია. ჭიქაში სითხე აკაფდა. მომწვანო ყვითელი ორთქლი გამოიყო და ოთახში მძაფრი, მჟავე სუნი დატრიალდა. ეს პროცესი საჭირო იყო კბილის სრული დეზინფექციისა და გათეთრებისთვის, რათა მასზე ორგანული ნივთიერების არანაირი კვალი არ დარჩენილიყო. სანამ კბილი იწმინდებოდა, გაბრიელი ოთახის სიღრმეში მდგარ დიდ, ხავერდით დაფარულ პლანშეტს მიუახლოვდა. აქ მისი პირადი კოლექცია ინახებოდა ნამუშევრები, რომლებსაც ის არავის აჩვენებდა. მან თითები ნაზად გადაატარა ვერცხლის ბეჭედს, რომლის ცენტრშიც, ძვირფასი ქვის ნაცვლად, ადამიანის ზედა მოლარი დიდი საღეჭი კბილი იყო ჩასმული. კბილის ოთხივე ფესვი ისე იყო მოღუნული და ვერცხლის ბუდეზე დამაგრებული, თითქოს ლითონს კლანჭებით ეჭიდებოდა. იქვე ეკიდა საყურეები, რომლებიც დამზადებული იყო ბასრი, საგულდაგულოდ ალესილი ეშვებისგან, მათ წვერებზე პატარა, წითელი ლალის თვლები ეჯდა, რაც ახლად წამოსული სისხლის წვეთების ილუზიას ქმნიდა. მაგრამ მისი სიამაყე სხვა რამ იყო. ვიტრინის ცენტრში ესვენა სამეფო გვირგვინის მსგავსი თავსაკრავი, რომელიც მთლიანად ადამიანის ძვლებისგან და კბილებისგან იყო აწყობილი. მის შესაქმნელად გაბრიელს თითქმის 3 წელი და 10-ზე მეტი პაციენტი დასჭირდა. შენ კი ჩემო ძვირფასო ნინო, ამ ყელსაბამის გული გახდები, ჩაილაპარაკა მან, ჭიქიდან პინცეტით ამოიღო კბილი და სუფთა წყალში გარეცხა. კბილი ახლა უნაკლოდ თეთრი, თითქმის გამჭვირვალე იყო. გაბრიელმა იგი პატარა მომჭერში დააფიქსირა და ხელში მიკრობურღი აიღო. მან ფეხით პედალს დააჭირა და ბურღი საშინელი წვრილი წუილით ამუშავდა. მან იარაღი კბილის ფესვის ძირს მიადო და ნელა დაიწყო ხვრელის გაბურღვა, რათა მასში ვერცხლის თხელი მავთული გაეტარებინა. ოთახში დამწვარი ძვლისა და მინანქრის მტვრის თეთრი ღრუბელი დატრიალდა. გაბრიელი თვალს არ ახამხამებდა, მისი ხელები არ თრთოდა. ყოველი მილიმეტრი გათვლილი იყო, თუ ბურღს ოდნავ გადახრიდა, კბილი გაიბზარებოდა და მისი შრომა წყალში ჩაიყრებოდა. რამდენიმე წუთიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ, ხვრელი მზად იყო. მან კბილი სპეციალურ საფქვავ დაზგაზე გადაიტანა, სადაც რბილი ქსოვილის წრე ბრუნავდა. კბილის ზედაპირი ისე გააპრიალა, რომ მან სინათლის არეკლა დაიწყო, როგორც ნამდვილმა მარგალიტმა. გაბრიელმა დასრულებული კბილი ხელის გულზე დაიდო. ის ცივი და იდეალური იყო. მან კბილი ჯიბეში ჩაიდო. კაბინეტისკენ მიმავალი კარი გააღო და უკან, საოპერაციო ოთახში დაბრუნდა. ნინო კვლავ იქ-იწვა. მისი თვალები ნახევრად დახურულიყო. ჟანგბადის ნაკლებობისა და სისხლის დაკარგვისგან გონებას კარგავდა. გაბრიელი მასთან მივიდა, სახეზე ხელი ნაზად ჩამოუსვა და ჩაჩურჩულა არ დაიძინოთ, ნინო. ჩვენ ხომ მხოლოდ ერთი კბილი ამოვიღეთ. მარცხენა მხარე ჯერ კიდევ გველოდება. და იცით რა? მე გადავწყვიტე, რომ მხოლოდ ეშვები არ იქნება საკმარისი. თქვენი წინა საჭრელი კბილებიც დამჭირდება. მან მაგიდიდან აიღო ახალი, გაცილებით დიდი შპრიცი, რომელიც გაუმჭვირვალე, ყვითელი სითხით იყო სავსე. გაბრიელმა შპრიცი ნინოს სახესთან ახლოს მიიტანა. წამლის ყვითელი სითხე ნემსის წვერზე ბოროტად ბრწყინავდა. ნინოს თვალებში სიკვდილის შიში ჩაუდგა. მან იცოდა, რომ თუ ამ წამალსაც შეუყვანდნენ, მისი გონებაც კი ვეღარ გაუძლებდა ტკივილსა და რეალობას შორის არსებულ ამ საშინელ უფსკრულს. ექიმის თითი უკვე დგუშს აწვებოდა, როდესაც კლინიკის მისაღებიდან მოულოდნელი, მკვეთრი ხმა გაისმა წინა კარის ელექტრონული საკეტის წკაპუნი და შემდეგ ნაბიჯების ხმა. გაბრიელი წამით გაშიშდა. მისი თვალები მრისხანებით აივსო.
მან სწრაფად ჩაუშვა შპრიცი ჯიბეში, ნინოს სახეზე თხელი, სტერილური ზეწარი გადააფარა, რათა მისი დასახიჩრებული პირი და სისხლიანი ნაკადულები დაემალა და საოპერაციო ოთახის კარი ზურგს უკან ფრთხილად მიიხურა. მის აღებში შუქი აინთო. შემოსული მარიამი იყო კლინიკის ახალგაზრდა ასისტენტი, რომელიც გაბრიელთან ბოლო 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. ის ჭკვიანი, დაკვირვებული გოგონა იყო, რომელსაც ბოლო დროს უცნაური ეჭვები ტანჯავდა. იგი ამჩნევდა, რომ ზოგიერთი პაციენტი, რომელიც რთულ ქირურგიულ პროცედურებზე ეწერებოდა, კლინიკიდან გასვლის შემდეგ აღარასოდეს ბრუნდებოდა გეგმურ შემოწმებაზე, ხოლო მათი ბარათები საარქივო სისტემიდან საიდუმლოდ ქრებოდა. გარდა ამისა, კლინიკაში ხშირად იკარგებოდა ძლიერი საანესთეზიო და პარალიტიკური საშუალებები. მარიამ, გაბრიელის ხმა კვლავ მშვიდი და ხავერდოვანი გახდა, თუმცა მისი თვალებით ცივად ელავდა. აქ ამ დროს რას აკეთებ? ჩემი აზრით, შენი ცვლა 3 საათის წინ დასრულდა. მარიამი შეკრთა. მას არ ელოდა ექიმის კლინიკაში დახვედრა. ოჰ, დოქტორო გაბრიელ, ბოდიში, არ მეგონა თუ აქ იყავით, თქვა მარიამმა და ჩანთამხარზე შეისწორა. ჩემი პირადი დღიური და მანქანის გასაღები დამრჩა სტერილიზაციის ოთახში. მათ გარეშე სახლში ვერ შევალ თქვენ. ჯერ კიდევ მუშაობთ. მარიამმა მზერა გაბრიელის ხალათს გააყოლა. ექიმს ხალათის სახელოებზე მუქი, წითელი ლაქები აჩნდა, რომლებიც მას ნინოს პირველი კბილის ამოღებისას მიეწუწა. დიახ, გადაუდებელი შემთხვევა მქონდა. პაციენტი მწვავე პულპიტით, აუღელვებლად უპასუხა გაბრიელმა და ხელები ზურგს უკან დამალა. სამუშაო უკვე დავასრულე. პაციენტი, უკანა კარით გავუშვი. შეგიძლია გასაღები აიღო და წახვიდე. მე აქაურობას თავად მივხედავ. მარიამმა თავი დაუქნია, მაგრამ შინაგანმა ხმამ საფრთხის შესახებ მიანიშნა. ჰაერში რაღაც უცნაური სუნი ტრიალებდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი სტომატოლოგიური მასალების სუნი. ეს იყო ახალი თბილი სისხლის მძაფრი, რკინისებრი სუნი, რომელიც საოპერაციო ოთახიდან გამოდიოდა. გარდა ამისა, მან იატაკზე, საოპერაციო ოთახის კართან, პატარა, წითელი წვეთი შეამჩნია. ის ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გამხმარი. მარიამმა ნაბიჯი გადადგა სტერილიზაციის ოთახისკენ, რომელიც საოპერაციოს გვერდით მდებარეობდა. მის გასავლელად, მას პირდაპირ საოპერაციოს ნახევრად გამჭვირვალე, მინის კარისთვის უნდა აევლო გვერდი. ამ დროს საოპერაციო ოთახში, სავარძელზე მიჯაჭვულმა ნინომ ნაბიჯების ხმა და ქალის ხმა გაიგონა. ეს მისი გადარჩენის ერთადერთი, უკანასკნელი შანსი იყო. მან მთელი თავისი დარჩენილი ნებისყოფა, ადრენალინი და ენერგია ერთ წერტილში მოიკრიბა. მისი ხელები და ფეხები კვლავ პარალიზებული იყო, მაგრამ მარჯვენა ფეხის თითები ოდნავ ემორჩილებოდა. ნინომ ფეხი მთელი ძალით გააჭიმა და მოახერხა, რომ მისი ფეხსაცმლის წვერი სავარძლის ძირში დამონტაჟებულ ლითონის პედალს შეხებოდა. კლანგ. საოპერაციო სავარძლის ჰიდრავლიკურმა სისტემამ ხმაურით დაიწია დაბლა. იქვე მდგარი პატარა ლითონის ლანგარი, რომელზეც ინსტრუმენტები ეწყო, შეირყა და იატაკზე ხმაურით დაეცა ფოლადის ზონდი. მარიამი ადგილზე გაიყინა. ხმა პირდაპირ საოპერაციოდან მოისმა. იქ ვინმეა? იკითხა მან და საოპერაციო ოთახის კარისკენ გაიხედა. არა, მარიამ, არავინაა. გაბრიელის ხმაში პირველად გაისმა ცივი, ბრძანებლური ტონი. იგი სწრაფად ჩადგა გოგონასა და კარს შორის, რითაც გზა გადაუღობა. ეს უბრალოდ ძველი ჰიდრავლიკური სისტემაა. ხანდახან წნევას კარგავს და თავისით ეშვება. მე გითხარი, აიღე შენი გასაღები და წადი. მარიამმა ექიმს თვალებში შეხედა. გაბრიელის სახეზე მეგობრული ნიღაბი უკვე თითქმის სრულად ჩამოშლილიყო. მის თვალებში ისეთი სიცივე და მუქარა იკითხებოდა, რომ გოგონას ზურგზე ცივმა ოფლმა დაასხა. მან გააცნობიერა, რომ თუ ახლა უბრალოდ შებრუნდებოდა და წავიდოდა, შესაძლოა ხვალთავად გამხდარიყო შემდეგი გამქრალი პაციენტი. რა თქმა უნდა, დოქტორო, ჩურჩულით თქვა მარიამმა, თუმცა მისი მზერა საოპერაციოს კარის მინას მიეყინა, სადაც თეთრი ზეწრის ქვეშ მოქცეული ადამიანის სილუეტი ოდნავ იკვეთებოდა. ზეწარი სისხლისგან წითლად იღებებოდა. მე უბრალოდ ჩემს ნივთებს ავიღებ. მარიამი სტერილიზაციის ოთახში შევიდა, თუმცა ხელი ჩანთაში ჩააყოფინა, სადაც მისი ტელეფონი იდო. მან ფარულად დაიწყო პოლიციის ნომრის აკრეფა, მაგრამ როდესაც უკან მობრუნდა, დაინახა, რომ გაბრიელი პირდაპირ სტერილიზაციის ოთახის კარში იდგა, ხელში კი მძიმე, ქირურგიული ჩაქუჩი ეჭირა, რომელსაც ძვლის მოტეხილობებისთვის იყენებდა. მარიამ, ჩაესმა გაბრიელის მშვიდი, კოშმარული ხმა. შენ ძალიან ცნობისმოყვარე ხარ, ჩემს კოლექციას კიდევ ერთი ლამაზი ექსპონატი დაემატება. მარიამმა თვალები გაახილა. პირველი რაც იგრძნო, თავის არეში აუტანელი,
ფეთქებადი ტკივილი იყო. მხედველობა გაურებული ჰქონდა, თითქოს ყველაფერს სქელი, ნაცრისფერი ნისლის მიღმიდან უყურებდა. იგი შეეცადა ხელი შუბლთან მიეტანა, მაგრამ კლავები ადგილიდან ვერ დაძრა. ცივმა რეალობამ მაშინვე გამოაფხიზლა მისი მაჯები, მკლავები, გულმკერდი და კოჭების სქელი. ტყავის ღვედებით იყო მიჯაჭული მეორე საოპერაციო სავარძელზე. მან თავი გვერდით გაატრიალა. მისგან სულ რაღაც 9 მეტრის დაშორებით, პარალელურ სავარძელში, ნინო იწვა. ნინოს თვალები ფართოდ გახელილიყო. სახეზე ოფლი და ცრემლი ერთმანეთში არეოდა, ხოლო პირგამაფართოებლით გაწელილი პირიდან ჯერ კიდევ ნელა მოჟონავდა მუქი წითელი სისხლი. მათმა მზერამ ერთმანეთი იპოვა. ორ წყვილ თვალში ერთი და იგივე, უსაზღრო და უსიტყვო სასოწარკვეთა იკითხებოდა. ოთახში ნაბიჯების ხმა გაისმა. კაბინეტში გაბრიელი შემოვიდა. მას სისხლიანი ხალათი გამოეცვალა და ახლა უნაკლოდ სუფთა ქათქათა თეთრი წინსაფარი ეკეთა. ხელები საგულდაგულოდ დაებანა და ახალი, იისფერი ლატექსის ხელთათმანები მოერგო. სახეზე ისევ ის მშვიდი, თავაზიანი ღიმილი ეხატა, რომელიც მარიამისთვის აქამდე ასე ნაცნობი და სანდო იყო. მარიამ, ძვირფასო, ჩუმად თქვა გაბრიელმა და მის სავარძელს მიუახლოვდა. ძალიან ვწუხარ, რომ ასე მოხდა. შენ შესანიშნავი ასისტენტი იყავი. შენი წყალობით კლინიკა იდეალურად მუშაობდა, მაგრამ შენი ცნობის მოყვარეობა ეს ნამდვილი ტრაგედიაა. მარიამმა ყვირილი სცადა, მაგრამ ყელი იმდენად ჰქონდა გამშრალი, რომ მხოლოდ სუსტი ხრინწიანი ხმა ამოუშვა. ნუ იხარჯავ ძალებს, უთხრა ექიმმა და ნაზად მოუჭირა ნიკაბზე ხელი, რითაც მისი სახე თავისკენ მიაბრუნა. შენი ტელეფონი უკვე სტერილიზაციის აპარატშია, სადაც 134 გრადუსზე დნება. გარეთ წვიმს, ქუჩაც არიელია. აქედან შენი ხმა კლინიკის კედლებსაც კი ვერ გასცდება. გაბრიელი მაგიდასთან მივიდა და ლითონის დიდ ლანგარზე ინსტრუმენტების დალაგება დაიწყო. მათი წკრიალი საოპერაციო ოთახის სიჩუმეში ნამდვილ ფსიქოლოგიურ წამებად იქცა. წკაპ სკალპელები, მაშები, ლიფტები, სხვადასხვა ზომის ბურღები. იცი რა არის საინტერესო? ჰკითხა გაბრიელმა და მარიამს შეხედა. ორმაგი სეანსი არასდროს ჩამიტარებია. ეს ახალი გამოცდილებაა. მე შემიძლია შევადარო თქვენი კბილების სტრუქტურა რეალურ დროში. ნინოს კბილები კლასიკური, არისტოკრატიული სილამაზისაა. შენი კი, მარიამ, შენი ზედა საჭრელი კბილები ოდნავ ერთმანეთზე გადადის, რაც მათ უნიკალურ ასიმეტრიულ ხიბლს ანიჭებს. ისინი ჩემს ახალ სამაჯურს დაამშვენებენ. მან ჯიბიდან ამოიღო იგივე ყვითელი შპრიცი, რომელიც მანამდე ნინოსთვის ჰქონდა გამზადებული. პირველ რიგში შენც იგივე მდგომარეობაში უნდა გადაგიყვანო, როგორშიც ნინოა ჩურჩულებდა ის, როდესაც მარიამის სავარძელს მიუახლოვდა. მინდა რომ ორივემ სრულად იგრძნოთ ეს პროცესი, მაგრამ ხელი არ შემიშალოთ. მარიამი გააფთრებით შეებრძოლა ღვედებს. ყავი მის მაჯებს სისხლამდე სჭრიდა, სხეულს აქეთ-იქით აქნევდა, მაგრამ გაბრიელი ზედმეტად ძლიერი იყო. მან ცალი ხელით მარიამის თავის სავარძლის საზურგეს მიაჭედა, ხოლო მეორე ხელით შპრიცის ნემსი მის ყელში, პირდაპირ ვენასთან ახლოს შეიყვანა. მარიამმა იგრძნო, როგორ შევიდა მის სისხლძარღვებში ყინულოვანი, მწველი სითხე. რამდენიმე წამში მისმა კიდურებმა სიმძიმე იგრძნეს. ბრძოლის ძალა გაქრა, თითები ჯერ გაუუცხოვდა, შემდეგ კი საერთოდ დაკარგა მათი კონტროლი. ხმა, რომელიც ყელში ჰქონდა გაჭედილი, საბოლოოდ ჩაქრა. ისიც ნინოსავით სრულად პარალიზებული, საკუთარ სხეულში გამომწყვდეული აღმოჩნდა. გაბრიელმა ორივე სავარძელი ისე შეატრიალა, რომ გოგონები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩენილიყვნენ. ახლა მათ შეეძლოთ უშუალოდ ეყურებინათ იმისთვის, თუ რას გაუკეთებდა ექიმი თითოეულ მათგანს. ასე უკეთესია, კმაყოფილებით თქვა გაბრიელმა. ახლა კი, დავიწყოთ. მან ხელში აიღო მაღალსიჩქარიანი სტომატოლოგიური ბურღი ბორმანქანა და მასზე ალმასის წვრილი, ბასრი თავი დაამაგრა. პედალს ფეხი დაადგა და ოთახი ბურღის წვრილი, ყურის წამღები წუილით აივსო. გაბრიელი ნინოს მიუახლოვდა. მარიამ, ყურადღებით უყურე, თქვა მან და ბურღი ნინოს მარცხენა, ჯერ კიდევ ხელუხლებელ ეშვს მიადო. ახლა მე მის გარშემო არსებულ ძვალს მოვაჭრი, რათა კბილი ფესვიანად, ყოველგვარი დაზიანების გარეშე ამოვიღო. ეს ძალიან ფაქიზი სამუშაოა. ბურღის წვერი ნინოს კბილის მინანქარს შეეხო. ჰაერში მინანქრის წვრილი, თეთრი მტვერი გაიფანტა და დამწვარი ძვლის საშინელი სუნი დატრიალდა. ნინოს თვალები ტკივილისგან წარმოუდგენლად გაფართოვდა, სისხლისფერი ცრემლები ლოყებზე ჩამოეღვარა, მაგრამ სხეული კლდესავით უძრავი რჩებოდა. მარიამი ამ ყველაფერს უყურებდა და გონებაში შიშისგან გიждდებოდა.
რადგან იცოდა რამდენიმე წუთში მისი ჯერი დადგებოდა. ალმასის ბურღი ნინოს ყბის ძვალში ჩაეშვა. გაბრიელმა ჩართო წყლის გამაგრილებელი ჭავლი, რათა ბურღვისას ძვალი არ გადამხდარიყო, მაგრამ ამან მხოლოდ გააძლიერა საშინელება წყლისა და სისხლის წითელი თბილი შხეფები პირდაპირ საოპერაციო ლამპის შუქზე გაიფანტა და ნისლივით დაეფინა მარიამის სახესა და თვალებს. მარიამი, სრულიად უმწეო და პარალიზებული იძულებული იყო ეყურებინა, როგორ ეხებოდა მისი კოლეგის სისხლის თბილი წვეთები მისსავე კანს. ბურღის ხმა შეიცვალა, მან კბილის მინანქარი გაიარა და უშუალოდ ალვეოლურ მორჩს, ყბის ძლოვან სტრუქტურას მიაღწია. ნინოს თვალებში სიცოცხლის ნაპერწკალი ნელ-ნელა ქრებოდა, მის ადგილს კი გაუსაძლისი ცხოველი ტკივილი იკავებდა. მისი სხეული შინაგანად იკლაკნებოდა, ნერვები უკანასკნელ ძალაზე იყო დაჭიმული, თუმცა რეალური კუნთები კვლავ უძრავად რჩებოდა სავარძლის ტყავის ზედაპირზე. ხედავ, მარიამ, ჩუმად თქვა გაბრიელმა, თან მუშაობას არ წყვეტდა. როდესაც ძვალი იჭრება, სუნი სრულიად განსხვავებულია. ეს არის სიცოცხლისა და კალციუმის სუნი. მან ბურღი გამორთო. ოთახში წამიერი, მძიმე სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც მხოლოდ ნინოს ყელიდან ამომავალი სველი ხროტინით ირღვეოდა. გაბრიელმა მაგიდიდან აიღო ქირურგიული ლიფტი ბასრი კოვზისებრი იარაღი, რომელიც ძვალსა და კბილის ფესვს შორის ჩასასმელადაა განკუთვნილი. მან იარაღის წვერი ნინოს მარცხენა ეშვის ღრძილის ქვეშ, პირდაპირ გაბურღულ არხში შეიყვანა. ნინოს თავი ოდნავ შეირყა, როდესაც გაბრიელმა ლიფტს მთელი ძალით დააწვა, რათა კბილი ბუდიდან ამოეგდო. კრახ ეს იყო არა მხოლოდ ძვლის, არამედ კბილის ფესვის ნაწილობრივი გაბზარვის საზარელი, სველი ხმა. ღრძილიდან სისხლი ნამდვილი ნაკადულივით წამოვიდა, გაბრიელი ნაჩქარევად მუშაობდა. მისი ხელები სისხლისგან სრიალებდა, რაც პროცესს კიდევ უფრო უხეშ და მტკივნეულს ხდიდა. მან აიღო მძიმე, კუთხოვანი მაშა, მჭიდროდ მოუჭირა კბილის გვირგვინს და დაიწყო მისი ტრიალი. ნინოს პირიდან ამოსული სისხლისფერი ქაფი მის ლოყებზე ჩამოედინებოდა. გაბრიელმა კბილი მკვეთრად მოკაჩა. სველი გაგლეჯვის ხმაზე მარიამმა თვალები დახუჭა, მაგრამ ექიმის ხმა მაიძულა, კვლავ გაეხილა ისინი უყურე. მარიამ, ნუ ხარჯავ ამ სანახაობას. წამიერად, კბილი მთელი თავისი გრძელი, სისხლიანი ფესვით ამოვარდა ყბიდან. ჭრილობიდან სისხლის წვეთები პირდაპირ იატაკზე დაეცა, სადაც უკვე დიდი, ალისფერი გუბე დამდგარიყო. გაბრიელმა სველი, ცხელი კბილი მარიამის თვალებთან მიიტანა. კბილის ფესვზე ჯერ კიდევ ეკიდა ნერვული ბოჭკოების წითელი ნაფლეთები. შეხედე, რა ლამაზია ჩურჩულებდა ის. ახლა კი, შენი ჯერია. მან ნინოს სავარძელს ზურგი შეაქცია. ნინო, სრულიად გამოფიტული და ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფი, სისხლის გუბეში იწვა. მისი სუნთქვა უკვე იშვიათი და მძიმე იყო. გაბრიელი მარიამს მიუახლოვდა, მან სისხლიანი ხელთათმანი გოგონას ლოყაზე გადაუსვა, რითაც ნინოს თბილი სისხლი მარიამის სახეზე გადხუპნა. შენი წინა კბილები ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. მე არ გამოვიყენებ ბურღს, მინდა რომ მთელი პროცესი მექანიკურად, მხოლოდ ჩემი ხელებითა და სკალპელით ჩავატარო. ასე უფრო მეტად შევინარჩუნებ ძვლის მთლიანობას. მან მაგიდიდან აიღო ახალი, ბასრის სკალპელი და მარიამის წინ დადგა. მისი თითები გოგონას ნიკაპს შეეხო, თავი მაღლა აწევინა და ცივი, ფოლადის პირი მის ზედა ღრძილს მიადო. სკალპელის ცივი პირი მარიამის ღრძილს შეეხო. გოგონამ თვალები დახუჭა და უსაზღვროდ კივილის მოლოდინში გაირინდა, მაგრამ სწორედ იმ წამს, როდესაც პირველი ჭრილობა უნდა გაკეთებულიყო, კლინიკის გარეთ, შორს, წვიმიან ქუჩაზე, ნაცნობი, მზარდი ხმა გაისმა. ეს იყო პოლიციის სირინოზების მრავალხმიანი წვილი, რომელიც ყოველ წამს სულ უფრო ახლოვდებოდა. გაბრიელი წამით გაშეშდა. სკალპელი მის ხელში გაჩერდა. მისი სახიდან ცივი, თავდაჯერებული ღიმილი წამში გაქრა, თვალები გააფართოვა, გუგები შეევიწროვდა და სახეზე ცხოველური პირველყოფილი მრისხანება გამოეხატა, შეტყობინება ჩაიჩურჩულა მან. მისი ხმა აღარ იყო მშვიდი, ის სასოწარკვეთილებითა და ზიზღით იყო სავსე. შენ მაინც მოასწარი შეტყობინების გაგზავნა. შეუმადურო, პატარა მატლო. სირინოზების ხმა უკვე ძალიან ახლოს იყო, საბურავების სველი ასფალტზე, ხახუნის საზარელი ხმა კლინიკის მისაღებთანვე გაისმა. გაბრიელმა იცოდა, რომ მას მხოლოდ 3 მაქსიმუმ 4 წუთი ჰქონდა, სანამ პოლიცია კლინიკის კარებს შეამტვრევდა. მისი ფსიქიკა საბოლოოდ ჩამოიშალა. ცივი, ესთეტი ქირურგი წამში გადაიქცა შეშლილ, დაუნდობელ ნადირად. ესთეტიკასა და ხელოვნებას აზრი დაეკარგა.
ახლა მას მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებდა არ წასულიყო ხელცარიელი. მას ჭირდებოდა თავისი თასმები, მისი კოლექციის ბოლო, დაკარგული ნაწილები, არაფერს დაგიტოვებთ. იღრიალა გაბრიელმა. მან სკალპელი იატაკზე მოისროლა და მაგიდიდან მძიმე, უხეში ექსტრაქციის მაშა აიღო. არანაირი ანატომიური სიფრთხილე, არანაირი ძვლის გაბურღვა. მან მარიამს სახეში ხელი ჩაავლო. მისი თავის საზურგეს მიაჭედა და მაშა მის ზედა საჭრელ კბილებს შორის უხეშად, ძალით შეაცურა. ფოლადმა მარიამის ტუჩები და ღრძილები სასტიკად დაგლიჯა. კრახ, გაბრიელმა მთელი თავისი ფიზიკური ძალით მოკაჩა და გვერდზე გადაგრიხა მაშა. მარიამის თავის ქალაშის საშინელი მსხვერვის ხმა გაისმა ზედა ყბის ძვლის ნაწილი უხეშად მოტყდა. პირველი საჭრელი კბილი, ღრძილისა და ყბის ძვლის ნატეხთან ერთად, გაბრიელის ხელში აღმოჩნდა. ტკივილისგან მარიამის თვალები თითქოს ბუდიდან გადმოვარდა, მაგრამ პარალიზებული ხელიდან მხოლოდ სველი, სისხლიანი ხროტინი ამოდიოდა. კიდევ ერთი, ყვიროდა გაბრიელი, რომელიც უკვე სრულად იყო დასვრილი მარიამის შეფებით. მან მეორე კბილს ჩაავლო მაშა. ამ დროს მისაღებში მინის მსხვერვის საზარელი ხმა გაისმა. პოლიციაა. ხელები მაღლა. ჩაესმათ შორეული ხმები. გაბრიელმა უკანასკნელი ძალით მოკაჩა. მეორე კბილიც საშინელი ხმით ამოვარდა მარიამის პირიდან, რასაც სისხლის ძლიერი შადრევანი მოჰყვა. მან ორივე სისხლიანი კბილი ჯიბეში ჩაიდო. მისაღებიდან ნაბიჯების ხმა უკვე საოპერაციოს უახლოვდებოდა. გაბრიელმა მარიამის სავარძლის ღვედები ელვისებური სისწრაფით ახსნა. გოგონა სრულად დუნე იყო, ვერ მოძრაობდა, მაგრამ გაბრიელმა მისი სხეული მხარზე მოიგდო. ნინო, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, სავარძელში დატოვა. მან საოპერაციოს უკანა კედელთან მიირბინა, ხელი დააჭირა პანელს და რკინის კარი გაიღო. გაბრიელი მარიამთან ერთად ძვლების სახელოსნოში შევარდა და მძიმე, ჯავშნიანი კარი შიგნიდან ჩაკეტა. კარი ისე მჭიდროდ დაიხურა, რომ მისი პოვნა კედელზე გარედან თითქმის შეუძლებელი იყო. სახელოსნოს, ნახევრად ბნელ, მახრჩობელა სივრცეში გაბრიელმა მარიამი იატაკზე დააგდო. გარედან ისმოდა პოლიციელების ყვირილი, რომლებიც მთავარ საოპერაციოში შევიდნენ და სისხლში მყოფ ნინოს მიაგნეს. გაბრიელი მარიამს დააცქერდა. მისი სახე შეშლილი იყო. თვალებში სიკვდილის სურვილი ედგა. მან მაგიდიდან აიღო თავისი ყველაზე სათაყვანებელი ნივთი ადამიანის კბილებისგან დამზადებული მძიმე გვირგვინი. ისინი აქ ვერ შემოვლენ. ჩასჩურჩულა მან მარიამს, რომელიც სისხლის გუბეში იწვა. ეს კარი აფეთქებასაც კი უძლებს. ჩვენ აქ ერთად დავრჩებით. და სანამ ისინი შემოვლენ, მე დავასრულებ ჩემს შედევრს. შენს კბილებს ამ გვირგვინის ცენტრში ჩავსვამ, შემდეგ კი ჩვენ ორმი სამუდამოდ შევერთდებით. მან ჯიბიდან ნატრიუმის ციანიდის ამპულა ამოიღო, რომელიც თვითმკვლელობისთვის ჰქონდა გადანახული. მაგრამ სწორედ ამ დროს მოხდა ის, რასაც გაბრიელი არ ელოდა. მარიამის სხეულში, უზარმაზარი ტკივილისა და სიკვდილის პირისპირ ყოფნის გამო, ადრენალინის ისეთმა ტალღამ იფეთქა, რომელმაც ქიმიური ბლოკადა ნაწილობრივ გაარღვია. მარიამმა იგრძნო, რომ მისი მარჯვენა ხელი აღარ იყო უსიცოცხლო. მარიამი იატაკზე იწვა. მისი პირიდან სისხლი უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა. მაგრამ ამ წამს ფიზიკურ ტკივილს ვეღარ გრძნობდა, მას მხოლოდ გადარჩენის პირველყოფილი ცხოველური ინსტინქტი მართავდა. ადრენალინმა მისი ნერვული დაბოლოებები დროებით გამოაცოცხლა. მან იგრძნო, როგორ დაუბრუნდა მგრძნობელობა მარჯვენა ხელის თითებს. მან ხელი ნელა, მილიმეტრებით აამოძრავა ცივ, მტვრიან ბეტონზე. თითები რაღაც ცივსა და ბასრს წამოედო. ეს იყო ქირურგიული სკალპელი, რომელიც გაბრიელს ადრე მაგიდიდან გადმოვარდნოდა. მარიამმა მთელი დარჩენილი ძალა მოიკრიბა და თითები ლითონის ტარს მჭიდროდ შემოაჭდო. რამდენიმე მეტრის მოშორებით, გაბრიელი ზურგით იდგა. იგი თავის სამუშაო მაგიდას დასცქეროდა და ისტერიულად ხითხითებდა. მისი ხელები ციებ ცხელებით კანკალებდა, როდესაც მარიამის ორ სისხლიან საჭრელ კბილს გვირგვინის ცენტრში, სპეციალურ ბუდეებში ათავსებდა. იგი სრულად იყო გადართული თავის შედევრზე და დარწმუნებული იყო, რომ მარიამი კვლავ სრულად პარალიზებული იწვა. ამ დროს რკინის კარის მიღმა, მძიმე დარტყმების ხმა გაისმა. პოლიცია ჰიდრავლიკურ მაკრატელსა და სპეციალურ ხელსაწყოებს იყენებდა ბუნკერის კარის გასაგლეჯად. ნაპერწკლები კარების ნაპრალებიდან შიგნით იფრქვეოდა. მარიამმა იატაკზე ნელა, ხმაურობის გარეშე დაიწყო გაცოცება. ყოველი მოძრაობა მისგან წარმოუდგენელ ნებისყოფას მოითხოვდა. იგი გაბრიელს ზურგიდან მიუახლოვდა. ექიმს ხელში უკვე ეჭირა ციანიდის ამპულა, რომლის დალევასაც გვირგვინის დასრულებისთანავე აპირებდა. მარიამი უკანასკნელი ძალებით წამოიწია,
სკალპელიანი ხელი მაღლა ასწია და მთელი სხეულის სიმძიმით გაბრიელს ზურგში, ნეკნებს შორის ჩაასო. გაბრიელმა საზარლად იკივლა. ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური ტკივილის კივილი, ეს იყო იმედგაცრუების ყვირილი. მან ხელი ზურგზე წაიღო, სკალპელი ამოიძრო და მობრუნდა. მისი სახე სიბრაზისგან ლურჯი იყო, მან მარიამს ფეხი ჰკრა და გოგონა კვლავ იატაკზე დაეცა, თუმცა ჭრილობა ღრმა აღმოჩნდა გაბრიელიდან სისხლი შადრევანივით წამოვიდა. იგი კედელს მიეყრდნო, რათა არ წაქცეულიყო და ხელი კედელზე დამონტაჟებულ წითელ ბერკეტს ჩაჭიდა, რომელიც ვენტილაციის სისტემას მართავდა. შენ ყველაფერი გააფუჭე, ხრიალებდა გაბრიელი თან ჭრილობაზე ხელს იჭერდა. მაგრამ მე მარტო არ წავალ და არც შენ წახვალ აქედან ცოცხალი. სწორედ ამ დროს საშინელი გრუხუნით რკინის კარი გაიღო. ბუნკერში იარაღმომარჯვებული 3 პოლიციელი შემოიჭრა. ხელები მაღლა, არ განძრევა, იყვირა პირველმა ოფიცერმა. გაბრიელმა სისხლიანი ტუჩებით საზარლად გაიღიმა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ბოლო სეანსზე, ჯენტლმენებო, ჩაიჩურჩულა მან და კედლის წითელ ბერკეტს მთელი ძალით დააწვა. ბუნკერისა და მთელი კლინიკის ჭერში დამონტაჟებული სპეციალური ფილტრებიდან წამში გამოიყო უფერო, მაგრამ მძაფრი, ტკბილი სუნის მქონე აირი. ეს იყო გაბრიელის მიერ აეროზოლის სახით დამზადებული პარალიტიკური ნაზავი, რომელიც მან კლინიკის საგანგებო ევაკუაციისთვის შექმნა. პოლიციელებმა რეაგირებაც კი ვერ მოასწრეს. პირველმა ოფიცერმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ უეცრად მისი იარაღი ხელიდან იატაკზე დავარდა. მისი ფეხები მოიკვეთა და მძიმედ დაენარცხა ბეტონს. მეორე და მესამე პოლიციელიც წამებში ჩაიკეცნენ. გაზმა მომენტალურად იმოქმედა. სამივე ოფიცერი იატაკზე იწვა, მათი თვალები ღია იყო, გონება მუშაობდა, მაგრამ სხეული სრულად აბსოლუტურად პარალიზებული ჰქონდათ. მათ განძრევაც კი არ შეეძლოთ. ოთახში სრული სიჩუმე ჩამოწვა, რომელსაც მხოლოდ გაზის ჭხრიალის ხმა არღვევდა. მარიამი, პოლიციელები და თავად გაბრიელი, რომელიც ჭრილობისგან ნელ-ნელა სუსტდებოდა, იატაკზე იწვნენ. გაბრიელმა უკანასკნელი ძალებით მიხოხდა თავის მაგიდასთან, ხელში აიღო დასრულებული კბილების გვირგვინი და თავზე დაიდგა. ბუნკერში უფერო, ტკბილი გაზი ტრიალებდა. იატაკზე მწოლიარე 3 პოლიციელი მხოლოდ თვალებს აცეცებდა. მათ სახეებზე სრული სასოწარკვეთა ეწერა ესმოდათ ყველაფერი, მაგრამ მათი სხეულები რეზინის თოჯინებივით უსიცოცხლო გამხდარიყო. გაბრიელი სამუშაო მაგიდასთან იჯდა. ზურგიდან წამოსული სისხლი მის თეთრ წინსაფარს წითლად ღებავდა, თუმცა სახეზე კვლავ შეშლილი ღიმილი ეხატა. თავზე სიამაყით ედგა ადამიანის კბილებისგან დამზადებული მძიმე გვირგვინი, რომელიც მის გაფითრებულ შუბლზე სისხლიან კვალს ტოვებდა. ეს დასასრულია, მარიამ ჩაიხრიალა მან. ხმაში სიცოცხლის უკანასკნელი ნარჩენები ეცლებოდა. ჩვენ ყველანი აქ დავრჩებით. მარიამმა იგრძნო, რომ გაზი მის ფილტვებშიც აღწევდა. მისი მარჯვენა ხელის მგრძნობელობა ნელ-ნელა ისევ ქრებოდა. მან იცოდა, რომ ეს მისი უკანასკნელი შანსი იყო. გოგონა მუცლით გაცოცდა ბეტონზე, სადაც პირველი ოფიცრის მიერ დაგდებული მძიმე გლოკის სისტემის პისტოლეტი იდო. მისი თითები ცივ, პლასტმასის ტარს შეეხო. გაბრიელმა ეს დაინახა, მაგრამ ჭრილობისგან იმდენად იყო დასუსტებული, რომ განძრევა ვეღარ შეძლო. მან მხოლოდ თვალები დააჭყიტა და უსუსურად ჩაილაპარაკა, ვერ შეძლებ ხელს ვერ აღმართავ მარიამმა მთელი თავისი ნებისყოფა, სიცოცხლის წყურვილი და ბოლო ადრენალინი ერთ წერტილში მოიკრიბა. მან აკანკალებული, სისხლიანი ხელით ასწია მძიმე იარაღი. მისი თითის ასხლეთს შეეხო. მხედველობა უკვე სრულიად ებინდებოდა, კაბინეტი მის თვალწინ ტრიალებდა. მან იარაღი გაბრიელისკენ მიმართა და სასხლეთს თითი გამოჰკრა. ბახ, გამაყრუებელმა გასროლამ ბუნკერის ვიწრო, რკინის კედლებში ეკოდგრიალა. მაგრამ მარიამის დასუსტებულმა ხელმა იარაღის უკუცემას ვერ გაუძლო. ტყვია გვერდზე წავიდა. მან ააცილა. ტყვია გაბრიელს არ მოხვედრია. ამის ნაცვლად, ტყვია პირდაპირ კედელზე დამონტაჟებულ მთავარ ელექტრონულ პანელს, მოხვდა იმ პანელს, რომელიც მართავდა ბუნკერის ჰერმეტულ რკინის კარს, ვენტილაციას, განათებას და საავარიო სისტემას. პანელიდან წამში ცეცხლის ალი და ნაპერწკლების გრიგალი ამოვარდა. მოკლე ჩართვის ხმაზე შუქები მომენტალურად ჩაქრა. ბუნკერში აბსოლუტური სქელი სიბნელე ჩამოწვა. ამავე წამს გაისმა მძიმე, ლითონის ჩაკეტვის ხმა საავარიო ელექტრონული საკეტები დაიბლოკა, ხოლო კარების ჰიდრავლიკური სისტემა მთლიანად მწყობრიდან გამოვიდა. რკინის მძიმე კარი, რომელიც პოლიციამ ნაწილობრივ გაგლიჯა, საავარიო რეჟიმში საბოლოოდ და ჰერმეტულად ჩაიკეტა.
მისი გარედან გაღება ახლა მხოლოდ მძიმე ტექნიკით, რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი. სიბნელეში გაბრიელის სუსტი, ხრინწიანი სიცილი, გაისმა შენ საკუთარი ხელით მოგვისაჯე, სიკვდილი კარები დაიბლოკა ვენტილაცია, გამოირთო ჰაერი. ჰაერი მხოლოდ რამდენიმე საათს გვეყოფა ეს გაბრიელის ბოლო სიტყვები იყო. სიბნელეში გაისმა მისი სხეულის იატაკზე დაცემის მძიმე ხმა. შეშლილი სტომატოლოგი გარდაიცვალა. თავზე თავისივე ნაწამები ადამიანების კბილების გვირგვინით. ბუნკერში სრული, სამარისებრი სიჩუმე ჩამოწვა. მარიამი იატაკზე იწვა. გაზმა საბოლოოდ იმოქმედა და მისი სხეული კვლავ სრულად პარალიზებული აღმოჩნდა. მას არ შეეძლო განძრევა, არ შეეძლო ყვირილი. მის გვერდით, სიბნელეში, ზუსტად იმავე მდგომარეობაში იწვნენ პოლიციელების სრულიად ფხიზლები, მაგრამ პარალიზებულები. კლინიკის სიღრმიდან ძალიან სუსტად, თითქმის შეუმჩნევლად ისმოდა პოლიციის დამხმარე ძალების ხმები. ისინი მთავარ საოპერაციო ოთახში დადიოდნენ, ეძებდნენ საიდუმლო შესასვლელს, მაგრამ ხმის იზოლაცია იმდენად სრულყოფილი იყო, რომ ბუნკერიდან მათი ხმა გარეთ ვერ გადიოდა, ხოლო თავად შიგნით მყოფებს ყვირილიც კი არ შეეძლოთ. სიბნელეში, ძვლებისა და კბილების აკლდამაში, 5 ადამიანი იწვა სრულიად პარალიზებული. მათ იცოდნენ, რომ მაშველები მათ ვერასოდეს იპოვიდნენ დროულად. მათ მხოლოდ ის დარჩენოდათ, რომ სრულ სიბნელეში, ერთმანეთის უხილავი მზერისა და სიჩუმის თანხლებით, ნელ-ნელა დალოდებოდნენ ჟანგბადის ამოწურვას.